შუადღე მშვიდობისა, ჩამოსაყვარლებო და კარგებო. მოკლედ თქვენთან ერთად მინდა დღეს განვიხილო ასეთი საჯარო გაშლა. გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ამისთვის ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები, თავდაპირველად თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი. ასევე ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი. კონცენტრირდით თქვენს თავსა და მასზე, გაიხსენეთ მისი სახე, თქვენი ბოლო საუბარი ერთმანეთში, რა იყო, როგორ მოხდა და მოდი ვნახოთ ასეთი საჯარო გაშლა. გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოდი ვნახოთ. აბასამდე მე ახლა ავჩეხავ დასტას, თქვენ ჩაიფიქრეთ, რაც გითხარით თქვენ და დავიწყოთ ვნახოთ თემა. გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. კონცენტრირდით თქვენს თავსა და მასზე, გაიხსენეთ თქვენ შორის რა იყო ბოლოს საუბარი, თუნდაც შეხვედრა და მოდი ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. საუბარი როსურს ფაქტია, გამოვა კონტაქტზე, რა თქმა უნდა, თან სხვათა შორის კონტაქტზე რო გამოვა ძალიან საბედისწერო საუბარი იქნება, ანუ გადამწყვეტი საუბარი იქნება თქვენ შორის, ანუ რა გელოდებათ, როგორ იქნება, რა იქნება. მოდი ვნახოთ. ესეთ როგორი მდგომარეობა, მოკლედ ეს ადამიანი დღეს, ანუ თქვენ შორის, მოდი ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რადგან 7-იანი პენტაკლებია და მოლოდინის რეჟიმია და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ გურუმი კაციდან გამომდინარე, ახლა არ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ოჯახში იმყოფება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისეთ რამეს უფრო ვიტყვი, სამსახურში ყოფნის დროს, როცა სამსახურში მუშაობს, ან რაღაც ასეთი, ხო? ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, თქვენზე ფიქრობს ძალიან ბევრს, აგონდება რაღაცები, თუნდაც ის ბოლო საუბარი თქვენ შორის რაც იყო და რაღაცნაირად თავის თავს მისცა დრო ამ ბოლო საუბრიდან გამომდინარე, რომ დაფიქრდეს რა უნდა თქვენთან და როგორ უნდა თქვენთან ერთად ყოფნა, ხო? ამ ურთიერთობის გაგრძელება რა რაკურსით უნდა რომ გააგრძელოს და ამ ბოლო დროს მოვიძალა თქვენზე ფიქრები, თქვენზე მოგონებები, ნოსტალგია თქვენთან მიმართებაში, როდესაც უფრო მომდის ესეთი ვარიანტი, რომ სამსახურში ყოფნის დროს ხშირად ფიქრობთ თქვენზე, აგონდებით, ახსენდება თქვენ შორის რა იყო ბოლო საუბარი, თუნდაც, ხო? აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ფიქრობ, რომ რაღაც საჭირო მომენტს უცდის იმისთვის, რომ კონტაქტზე გამოვიდეს. ერთობ ამ არკანებიდან გამომდინარე, რაც ფონზე გვაქვს ასევე, ხო? თავის თავს მისცა დრო იმის, რომ დაფიქრდეს, ხო, თქვენთან რა უნდა, როგორ უნდა რომ გამოვიდეს კონტაქტზე, როცა გამოვა უკვე ჩამოყალიბებულად, უკვე თვითონ რო იცოდინება როგორ და რანაირად, უზუსტესად გაგესაუბროთ და ყველაფერი, ხო, თავის ადგილზე დააყენოს თქვენთან მიმართებაში და ყველაფერს დაარქვეს თავის სახელი. ამისთვის ადამიანი უბრალოდ ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმშია, ან კი არ გიცით რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, არა. თავის თავს მისცა დრო რაღაც მომენტში, რომ გაერკვეს საკუთარ თავში რა და როგორ და რანაირად თქვენთან მიმართებაში და ზუსტად ამ დროის პერიოდში, რასაც ის თავს აძლევს, ხო, თქვენთან მიმართებაში, რომ დაფიქრდეს, რომ შემდეგ უკვე გარკვეულწილად და გაგესაუბროთ თუ რა უნდა თქვენგან, ხო? სამსახურში, თითქმის სამსახურში, რავი, ასე მგონია, რომ ხშირად უწევს ხოლმე სამსახურში ყოფნა, ან ასე ვთქვათ, თენებებიც უწევს, შეიძლება რატოღაც მგონია, რომ შეიძლება თავი ამ კარტიდან გამომდინარე, თუნდაც სტრუქტურებში მუშაობდეს, პოლიციაში, არ ვიცი, ესეთ ადგილებში, სადაც შეიძლება ღამის თენება უწევდეს და ზუსტად მაგ მომენტებში ძალიან ხშირად ფიქრობს თქვენზე, ან რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს, ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეს წონის და ასე ვთქვათ, ემზადება იმ გადამწყვეტი და საბედისწერო საუბრისთვის, რაც ფონად თქვენდა ჩვენ, რაც თქვენთან მომავალში ელოდება. რა თქმა უნდა, ნახეთ, ტრანსფორმაციას გადის ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, თუ რა უნდა თქვენგან, ხო? თქვენ მისთვის კვერთხების დედოფალი ხართ, სასურველი ქალი ხართ, ამ სიშორეზე, რაც ახლა თქვენგან იმყოფება, ხო? ამ დიდ მანძილზე, რაც თქვენგან იმყოფება, მე არ ვგულისხმობ დიდ მანძილს თქვენ შორის, მაინც და მაინც რომ ის, თქვათ, იტალიაშია და თქვენ აგერ საქართველოში ხართ, არა. მენტალურ დისტანციაზე ვსაუბრობ ახლა, რაც თქვენ შორის არის, ხო? იმიტომ ტრანსფორმაციული პერიოდია, როგორც თქვენთვის ასევე მისთვის, ხო? რაღაცნაირად რაღაც უნდა შეიცვალოს, ან ძველებურად რაღაც აღარ იქნება, ხვდებით? ანუ თავდება ასე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობის ერთი
ფორმატი და აქედან გამომდინარე რომ ისე ვეღარ გაგრძელდება როგორც ადრე იყო, ახალი ფორმატი უნდა წარმოიქმნას აუცილებლად, ზუსტად ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანი ემზადება, მომწიფებას ელოდება საკუთარი თავისა, იმისთვის რომ გაგესაუბროთ, თუნდაც ისაუბროთ, გადაწყვიტოს, ერთად გადაწყვიტოთ რა და როგორ თქვენს ურთიერთობაში. თქვენ მისთვის როგორც ასე ვთქვათ, სასურველი ადამიანი ხართ, ქალი ხართ, სასურველი, კვერთხებს დედოფალი ხართ, აი არ იცის თვითონაც რო კითხო რა გიზიდავს მასში, ვერ გიპასუხებ და ვერ უპასუხებს ვერავის, იმიტომ რომ ერთობ მისთვის ძალიან ეს ვთქვათ, ტკბილი ნაყოფი ხართ, ხო, რომელიც ასე ვთქვათ, ვერაზოს ვერ დაეთმობა ცხოვრებაში და ეს ამას ამ დისტანციაზე ყოფნისას ძალიან კარგად ხვდება და ასე ვთქვათ, აცნობიერებს. აქედან გამომდინარე ნახეთ ამ პიროვნებას რა აქვს ჩაფიქრებული ახლა ნულოვანი არკანი, სულელის არკანი, ჩემთვის აქ რას ნიშნავს, ხო, ტრანსფორმაციის შემდეგ თქვენთან მიმართებაში სულ ახალ ნაბიჯებს ახლებურად გადმოდგავს. აქ მე არანაირად არ ვიტყოდი, რომ არასერიოზულ ნაბიჯებს გადმოდგავს, იმიტომ რომ აი ამ არკანებთან დაკავშირებით, როგორიც არის სასამართლო, როგორიც არის ტრანსფორმაცია და ქურუმი, ანუ სიკვდილი და როგორიც არის ჩემთვის ქურუმი კაცის არკანი, ვერაზოს ვერ ვიტყვი, რომ თქვენ რომელიც კვერთხებში ამოდიხართ მისთვის, ის არასერიოზულ ნაბიჯებს გადმოდგავს. არა, პირიქით, აქ დაიწყება რაღაცა ახლებურად, ხო? რა არკანია ეს სულელის არკანი, ნულოვანი არკანი, ნულოვანი. ნახეთ, ნული და სამყაროს არკანის შემდეგ პირველი არკანია, ანუ დასაწყისია, საწყისია რეალურად, ხო? საწყისია, ხო? იმ ყველაფრისა, რაც შეიძლება თქვენ შორის თავიდან ახლებურად განახლდეს. რა ვთქვი, ხო? ტრანსფორმაციის მიხედვით, სიკვდილის არკანის მიხედვით, თქვენ შორის მთავრდება ძველი ფორმატი ურთიერთობის და აუცილებლად ახლებურად დაიწყება, ხო? ვეღარ იქნება ეს ძველი ფორმატი. ახლებური ფორმატით უნდა დაიწყოს და აგერ პასუხიც აქვე არის. კი, გამოვა კონტაქტზე აუცილებლად. ამისთვის თვითონ იქნება მზად, აი, არ ვიცი, რო გითხრათ, ძალიან მომავალში თქო არა. დაახლოებით, აი, როგორ გითხრათ რა, ზაფხულის პერიოდისთვის, აი, ივლისის თვეებზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, ყველაზე ეს არ უნდა რეზონირდეს, მაგრამ ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ, იმიტომ რომ ტრანსფორმაციის პერიოდს, რომელსაც ახლა ის გადის, ასევე თქვენც გადიხართ ამ ტრანსფორმაციულ პერიოდს, საჭიროა თქვენთვის ორივესთვის, რადგან შემდეგ უკვე ყველაფერი ახლებურად დაიწყოს. ამ მომენტში ასე ვთქვათ, თქვენ შორის მხოლოდ და მხოლოდ მოგონებებია, ერთმანეთზე ფიქრებია, ერთმანეთს გრძნობთ და ვერ ივიწყებთ ერთმანეთს, ანუ რა დროც არ უნდა გავიდეს, ერთმანეთს ვერ ივიწყებთ, მოკლედ და რაც არ უნდა მოხდეს. ხო, აქედან გამომდინარე, შეხედეთ სიძლიერის არკანის მიხედვით, ყველაფერი თავიდან ნამდვილად და აი ისეთი მაღალი არკანებია, რომ აი როგორ ვთქვა, ვერაფრით ვერ იქნება აქ ის ფაქტი, რომ არ გამოვა კონტაქტზე. უბრალოდ ეს პიროვნება ძლიერია, ძალიანაც უნდა რომ აი ყველანაირად ეხლა გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ თავის თავს, აი სიძლიერში ამყოფებს, თავის თავს ასე ვთქვათ, ამხნევებს, იმიტომ რომ იცის რომ როდესაც მოვა და დაგელაპარაკებათ კონტაქტზე რომ გამოვა, თქვენ შორის უნდა შედგეს საბედისწერო საუბარი, რომელიც იქნება გადამწყვეტი მისთვის და თქვენთვის ურთიერთობაში. ანუ თქვენ გადაწყვეტთ იქით თუ აქეთ დაიშლებით თუ შეიყრებით, ხო? აი, ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რომ თქვენ შორის ველებური ფორმატით ურთიერთობა ვეღარ იქნება ვერაფრით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ძველი ყველაფერი წარსულში რჩება. აქედან გამომდინარე, ის სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს თქვენ ორს შორის, ხო? კონტაქტზე გამოსვლისას აუცილებლად ეს პიროვნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, სრული სერიოზულობით დაგელაპარაკებათ თქვენს ურთიერთობაზე, თქვენთან დაკავშირებით. უბრალოდ თქვენ მოთმინება მოიკრიბეთ და აი მოდი ესე ვთქვათ, ხო? აწონ-დაწონეთ ყველაფერი, სწორად იაზრონეთ, სწორად იფიქრეთ, აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რატომ ხდება ყველაფერი ეს თქვენ ცხოვრებაში დღეს, ხო? ანუ ეს ყველაფერი საჭიროა ამ პერიოდს ურთიერთობაში ალბათ ნებისმიერი გადის, ხო? იმისთვის რომ რაღაცნაირად მარტივად არ არის ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მით უმეტეს ურთიერთობები და რამდენად გადალახავთ ამ სირთულეებს თქვენ ერთობ ორივე ურთიერთობისა თქვენთან მიმართებაში, ხო? ამას სამყაროს მიხედვით, ხო? სამყარო აუცილებლად ერთმანეთს გარგუნებთ, თუ თქვენ გადაიტანთ ყველა იმ გამოცდას, რომელიც თქვენ გარგუნათ ბედმა. თქვენზეა დამოკიდებული, ხო? რამდენად გიღირთ უბრალოდ ეს პიროვნება ლოდინად და თუ თქვენ გიღირთ ეს პიროვნება ლოდინად, მაშინ დაელოდეთ, იმიტომ რომ ეს პიროვნება თუ დაბრუნდება და კი არა, რო დაბრუნდება თუ არა, უკაცრავად უეჭველი დაბრუნდება და კონტაქტიც გამოვა, აი რომ მომწიფდება შვიდიანი პენტაკლების მიხედვით რომ მომწიფდება ამ საუბრისთვის, აუცილებლად გამოვა და გაგესაუბრებათ და ისაუბრებთ თქვენ საერთო
ბეძზე და მომავალზე. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ის ფიქრობს, რა თქმა უნდა, ფიქრობს ამ ყველაფერზე და ვერანაირად ვერ ისვერებს, იმიტომ თქვენ, როგორ ფიქრობს, აი სიყვარულით ფიქრობს თქვენზე, ახსენდებით ძალიან ხშირად, ახსენე 24/7-ზე რო იყვენ რო ახსენდებით, აი ზუსტად ისია, საყვარელი ქალი ხართ მისთვის, სასურველი ქალი ხართ მისთვის და აი როგორ გითხრათ რა, გულშო ძალიან ჩაუვარდები ადამიანს და რო ვიღარ გივიწყებს, აი ესეთი მომენტია რა და აქედან გამომდინარე, რაღაც საჭიროა თუნდაც აი მისი საკუთარი მესთვის რომ აწონ-დაწონოს ყველაფერი და ამისთვის მისცა თავის თავს ეს დრო. მე ვფიქრობ რომ შეიძლება უფრო მალეც გამოჩნდეს ვიდრე ივლისის თვეა, აი მაისი უფრო მოგდის რატომღაც მაისის თვეში რაღაცა უნდა იყოს ფენომენალური თქვენ შორის ურთიერთობაში. თქვენი გადასაწყვეტია რამდენად გიღირთ რომ დაიცადოთ და დაუცადოთ მას, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულია, სავარაუდოდ ფიქრობ რომ დაუცდით კიდევაც, თუ გინდათ ნამდვილად ერთად იყოთ, დაუცდით კიდევაც და თუ მართლა გადაწყვეტილი გაქვთ რომ და ოცნებობთ მასთან რომ ოჯახი შექმნათ, ალბათ ამ ფიქრების შემდეგ წარმოუდგენელია ჩემთვის რომ ადამიანს არ დაუცადო, ხომ? მით უმეტეს, როდესაც გაქვს რაღაცნაირად წინად გძნობა, აი გული რო გკარნახობს, ყველაფერი დაალაგდება, ხო? აი ამ ყველაფრის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა დაუცადოთ, მაგრამ მე ახლა ვერაფერს ვერ დაგაძლევ, თქვენი გადასაწყვეტია, აწონ-დაწონეთ ყველაფერი და თქვენთვის რაც არის ღირებული და როგორც არის ღირებული და მნიშვნელოვანი, ისე გადაწყვიტეთ. კონტაქტზე გამოსვლასაც შეეხება, გამოვა კონტაქტზე აუცილებლად და ფიქრობს კიდევაც რომ გამოვა, გადაწყვეტილიც აქვს, ოღონდ ელოდება ამისთვის, თავისთვის სასურველი მოდით ასე ვთქვათ, ხელსაყრელ პერიოდს, მომენტს იმისთვის, რომ მომწიფდეს იმ საუბრისთვის და აუცილებლად ნელ-ნელა მასში, რაც უფრო მეტად შორს ხართ მისგან, ხომ, შორს მენტალურად თუნდაც ვერ ნახულობთ ერთმანეთს, ხო? აი თუნდაც ის რომ სურათებს ვერ ნახულობთ თქვენსას, მით უფრო მეტად ხვდება, რომ თქვენ მისთვის საყვარელი და სასურველი ქალბატონი ხართ და ნახეთ, ეს იქნება აუცილებლად საბედისწერო საუბარი თქვენ შორის, იმიტომ რომ ეს პიროვნება სულ უფრო და უფრო ხვდება, რომ თქვენთან ერთად უნდა ყოფნათ, თქვენ მისთვის ღირებული პიროვნება ხართ, თქვენ და მიგრძნობები აქვს. და მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საჭიროა ხოლმე დისტანცია, ცოტა ხნის განმავლობაში ორ ადამიანს შორის შეიგნოს, რომ ნახონ რამდენად უყვართ ერთმანეთი, ენატრებათ ერთმანეთი და რამდენად უნდათ ერთმანეთი აი ცხოვრებაში. ფორტუნის ბორბლის მიხედვით, რა თქმა უნდა, კონტაქტზე გამოვა პერიოდულობა ახასიათებს თქვენს ურთიერთობას, სავარაუდოდ პერიოდულად აი არ არის ეს პირველი, ხო? უბრალოდ თქვენ შიშებში ხართ, იქიდან გამომდინარე, რომ მიდიოდა ისევ იგივე ფორმატით ბრუნდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა რომ არ არის თქვენ შორის ურთიერთობა და კონტაქტი თუნდაც ხომ, რომ დაბრუნდება არ გინდათ უკვე ეს ძველებური ფორმატი, აღარ გინდათ და გეშინეთ რომ ისევ იგივენაირად არ მოვიდეს, მაგრამ აი მარკანების მიხედვით ხო, რაც მე გითხარით, აქ ავჩეხეთ იმპერატრიცა, ძალიან გადამწყვეტად მოვა თქვენთან დღესდღეობის სტაგნაცია თქვენს ურთიერთობაში, კი ბატონო, მაგრამ რომ დაბრუნდება თქვენ უკვე აი როგორც იმპერატრიცასთან ისე მოვა თქვენთან, აი როგორც მისთვის ისეთ ქალთან რომელთანაც უნდა ცხოვრების ბოლომდე ყოფნა, აი ესეთ პიროვნებასთან მოვა ეს კაცი და აუცილებლად დაბრუნდება, გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ პერიოდულ არკანის მიხედვით, ფორტუნის ბორბლის მიხედვით პერიოდულობა ახასიათებს თქვენს ურთიერთობას, რამდენჯერაც არ უნდა დაიშალოთ, ყოველთვის ისევ ერთიანდებით, მაგრამ ეს გაერთიანება უკვე ამჯერად იქნება ძალიან სხვანაირი, ძალიან საბედისწერო და კონტაქტზე გამოსვლა ცოტა დააგვიანდება ადამიანს, მაგრამ ესეც დამჯერად იმისთვის ხდება, რომ უკვე აწონ-დაწონილად, აი უკვე თავისთვის გაცნობიერებულად მოვიდეს და თუნდაც როგორც ახლა კაცს ეკუთვნის საბოლოო გადამწყვეტი სიტყვა ურთიერთობაში გადაწყვიტოს, მან უნდა თუ არა თქვენთან ყოფნა და მე ამ არკანების მიხედვით გეტყვით, რომ ძალიან საბედისწერო საუბარი შეიქმნება თქვენ შორის, ეს იქნება საუბარი თქვენი ურთიერთობის ან დასაწყისის, ან დასასრულის რეალურად, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ საწყისია ურთიერთობის სულ ახალი ფორმატით და აქედან გამომდინარე, აი დიახ, აი ნახეთ ფორტუნის ბორბალი და რვიანი პენტაკლები, რასაც ვიძახი, მე სულ წინ ხდება ხოლმე ისევ მაგარკანებს. ეს არის ასე ვთქვათ, სამყაროს მიერ, ფორტუნის ბორბლის მიერ დამუშავებული ურთიერთობა, რომელიც თქვენ გცდით, ანუ თქვენ გცდის სამყარო და ფორტუნა რამდენად გიღირთ ერთმანეთი ურთიერთობაში, რომ შემდეგ აი ესე ვთქვათ, ერთმანეთს გარგუნებთ, ხო, ფორტუნას და სამყაროც, ხომ, უკვე
ასე ვთქვათ, ერთმანეთს რომ იმსახურებთ, ამაში დარწმუნებულები იყოთ და თავისუფლად შეძლოთ გააგრძელოთ თქვენი ურთიერთობა. კი ბატონო, ცოტა დააგვიანდება. როგორც ვთქვით, ეს ყველაფერი ზომიერებაშია, არ ჩქარობს ეს პიროვნება, შვიდიანი პენტაკლებიდან გამომდინარეც გეუბნებით, რომ არ ჩქარობს, მაგრამ აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. მოკლედ, ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა ამ გაშლასთან დაკავშირებით და საკმაოდ საინტერესო გაშლა გამოვიდა. იცით, რაღაც ძალიან ჩამოყალიბებულად და ძალიან კონკრეტულად გამცა პასუხი კონტაქტზე გამოვა თუ არა და რატო გამოვა და რატო არის თქვენ შორის თუნდაც დღეს სტაგნაცია, თუნდაც არ არის უკონტაქტობაა და არ არის თქვენ შორის ურთიერთობა თუნდაც, ხო? ძალიან კარგად გამცა პასუხი ამ დასტან, საერთოდ დილიდან ეს დასტა რო ავიღე, ხელიდან აღარც გავუშვი რეალურად და ძალიან ისეთ კარგ პასუხებს მაძლევს, კონკრეტულ პასუხებს მაძლევს და ძალიან დიდი მადლობა ჩემს ამ უსაყვარლეს დასტას, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს. და უღრმესი მადლობა ასეთი კონკრეტული პასუხებისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მაყურებელს შეეძლება რომ პასუხი გაეცეს მათთვის სასურველ კითხვებზე. კიდე რა მინდა ვთქვა, რომ თებერვლის თვეში, მოკლედ ესე ვიტყვი, სრული გაშლები ჩემთან, სრული თებერვლის თვე იქნება მხოლოდ და მხოლოდ 70 ლარად სრული გაშლები თავისი კითხვებით ურთ და თუ კი ვინმეს გსურთ რომ ჩაეწეროთ ჩემთან, როგორ ხდება ჩაწერა, აგიხსნით, რომ მე კითხვები არ დამისვათ, ხო? თუ დაგაინტერესდებათ, რა თქმა უნდა, ჩემთან კონსულტაცია პირადი მომწერეთ პირადში. ტელეფონის ნომერი მითითებული მაქვს. ასე ვთქვათ, ჩემს ბიოში შეგიძლიათ ამოწეროთ და მომწეროთ. შევარჩევთ, ასე ვთქვათ, დროს შევარჩევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდებით იმაში, რომ გინდათ სრული გაშლა ჩემთან, ჩარიცხავთ თანხას და შემდეგ დავიწყებთ დროის შერჩევას, რადგან რამდენჯერმე, როდესაც მე ადამიანს დავუპირდი, რომ გამოგიყავ დროს მეთქი და არ ჩაურიცხავს თანხა, არ გეგონათ რომ რაღაცა, უბრალოდ დამიკარგავს დრო და იმ ადამიანებისთვის მithქვამს უარი, რომლებსაც მართლა გულით და სულით სურდათ, რომ გამეშალა მათთვის. აქედან გამომდინარე, ხდება ჯერჯერობით თანხის ჩარიცხვა და დროის შეთანხმება ხდება შემდეგ. ან დროს თუ შემითანხმებთ იმ წამსვე, უმალოვე უნდა ჩამირიცხოთ თანხა, რომ ჩაგწეროთ. მიზეზის დავასახელე, რატო ვშვები ასეთ რამეს და რატო გარიცხებთ თანხას ჯერ და მერე დროს ვათანხმებ, აქედან გამომდინარე, მგონი ყველაფერი გარკვეულად გითხარით. დაგემშვიდობებით ჩემო საყვარლებო და კარგებო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში, მშვიდობას, სოლიდარობას, მოთმინების უნარს, იმიტომ რომ მოთმინება ყველაზე რთული რამაა, რაც ადამიანს გაგვაჩნია ცხოვრებაში, მოთმინების ფილა რო აგევსებაო, ხო, რო იტყვენ, მაგრამ ვინც მოითმეს, ის მოიგებს, არ დაიჯეროთ, ვინც მოითმეს, ის არ წააგებს, ის მოიგებს. თუნდაც საკუთარ თავთან მოიგებს. საკუთარ თავთან იქნება გამარჯვებული, თუნდაც. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, კარგად ბრძანდებოდეთ. დროებით.